სადაც გამოყავს პეტრე და პავლე და საერთოდ პირველი ეს ქრისტიანული კომუნიტი რომში, რომელსაც უდიდესი როლი ითამაშა სხვა შორის ამ რომანმა მე-20 საუკუნის ლიტერატურისათვის ძალიან სერიოზული როლი ითამაშა. შემდეგ ჩდება, როგორც საფრანგეთში მათ ეძახიან 4 წმინდა მამა. პოლ კლოდელი, ფრანსის ჟამი, ჟორჟ ბერნანოსი, ფრანსუა მორეაკი, 4 უშველებელი ძალიან დიდი კათოლიკე მწერალი. პოეზიაში პეგი. შარლ პეგი პოეზიაში. მე ახლა ვასახელებ დრამატურგი. ამ შემთხვევაში როგორც დრამატურგი, რომელიც ხატავს დაუშვათ სხვათა შორის მისი ერთი პიესის არაჩვეულებრივად აქვს გამოყენებული ჩვენს პაპს ჯერ კიდე სანამ კარდინალი და პაპი გახდებოდა მანამდე დაწერა წიგნი რომელიც ბოაჟანფარგნა ქართულად შესავალი ქრისტიანობაში სადაც როდესაც შესავალში ლაპარაკობს ურწმუნო და მორწმუნეს დიალექტიკის შესახებ რომ თუ მორწმუნეს აქვს ცნუნება შევაიდა არაფერი არ არსებობს ხო ასევე ურწმუნოსაც აქვს ვაიდა არსებობს და ამით რო არიან დაკავშირებული და იყენებს სწორედ კლოდელის პიესას რომელშიც როდრიგო რომელიც არის მიბმული იმაზე ფიცარზე არ ოკეანეში და ფაქტობრივად წმენა რომ ეს არის რეალურად და ეს ძაფზე რო არ ჩამოკიდებული ეს ძაფი არის ღმერთისწორი და ეს არის ის არა ვიყე ხო და ის მომინდა და პრაქტიკულად ბერნანოსის დამსახურება უდიდესი დამსახურება რა არის დოსტოევსკი ჩვენ ვიცით როგორი ტიპის მწერალიც არის ხო ეს არის მწერალი რომელსაც ყველაფერი შეუძლია და დაწყებული მაქსიმალური რეგისტრიდან ყველაფრის გაკეთება ბერნანოსი მამაპერმა აბსოლუტურად ზუსტად თქვა ყოველთვის არის ეს ჩაბნელებული საში ეს მძიმესი მუშაკი თავდება ძალიან ტრაგიკულად ახლა პატარა გოგოზეა ძალიან ტრაგიკული რომანია მაგრამ ყველა ამ რომანში და განსაკუთრებით მაინც აი ამ ჩვენს დღევანდელ რომანში არის საოცარი სინათლე ამ საუბრებში არაფერი არ ხდება თითქოს მაგრამ შენ უყურებ რომ აი შენს ხდება სასწაული ხო მთელი ამ ადამიანის ცხოვრებაც ამაზრით არის სასწაული და ეს ბოლო ეს ფრაზა ხო всё благодать ყველაფერი მადლია რა და ხედავ რომ მართლაც ესეა და აი მისი კიბოზე იმედო ვთქვი რომ თავიდან რომ მოდის და სოფელს რო უყურებს ეს ყველაფერი როგორ აი ეს აცედია აი ეს უნენია ქართულად ცოტა რთული გადმოსათარგმნელია აი ეს უნენი როგორც კიბოსავით მოდისოდა აი ეს არის უკვე დიდი მწერალი რას ნიშნავს ეს რას ნიშნავს როგორც ანტონ ჩეხოვი იტყოდა თუ პირველ მოქმედებაში თოფი არის ჩამოკიდებული ბოლოს უნდა გაისროლოს ეს პირველივე აბზაჩია ეს შედარება კიბოსავით და მე აღმოჩნდება რომ მას კიბო აქვს თვითონ გესმით მაგრამ ეს კიბო კი არ არის აი კიბო რეალურია ეს კიბო უნენის ჭირს წუთის სოფელს ხოლო ამ კაცი რომელსაც ჭირს რეალური კიბო ეს კიბო არის საჩუქარი ანუ პადარკამ ბესცენემ твоим сознавать აი ესეც ეს ამონტყოფობას და ხედავ რომ ესეც მადლია და ესეც მადლია ერთი და იგივე მადლია აი ეს არის საოცრება და თან იცით რა ძალიან როცა მესამე პირში წერს მწერალი ეს კიდე ნუ ჟეობებს ჩაურთავს პირველი პირის მეშვეობით რომელიც არის ძალიან თავმდაბალი ადამიანი თან საჭნელი შინაგანი ბრძოლების წინააღმდეგობების ხო ამ ტკივილის და ძალიან თავმდაბალი ხო აი როგორ გამოხატო ეს რომ ესე იგი ამას რო წაიგითხავ შენ ხედავ რომ წაიგითხა წმინდანის ცხოვრება თან პირველ პირში დაწერილი და თან ამ კაც ჩვენ ვიცით რომ წმინდანი იმან არ იცის ესმით აი ეს არის ყველაზე რა ვიცი აი საოცარი რაღაცა რა გადავიკითხოთ უკრავი კლასიკა თქვენი ზაზა შათელიშვილი ქართულებზე იცით რა მე რაც ვნახე ესე იგი შევეცადე გამეგო და იცით რა ბოლო პერიოდში ისე არ არსებობს ჩვენთან მოგეხსენებათ ერთიანი რაღაცა საინფორმაციო ჰუმანიტარული ცენტრი რომ თუნდაც რომელიმე ბიბლიოთეკაში გაიგო არის თუ არა რაღაცა შეიძლება თარგმნილია მაგრამ მე რაც ვნახე არ არის თარგმნილი Спасибо за то, что ты нам напоминаешь тоже, что литература может быть одна категория богословия. დიდი მადლობა ბატონო ზაზე იმისათვის რომ ჩვენ შეგვახსენეთ რომ ლიტერატურა შეიძლება იყოს რაღაცა ღვთისმეტყველების რაღაცა კატეგორია ან დარგი. Как и в первых веках тоже
когда сделали саркофаги, это было уже богословие, так и сегодня есть другие способы, чтобы передать богословие. ანუ როგორც პირველ საუკუნეებში ტრადიციული სარკოფაგი, ანუ სადაც ასაფლავებდნენ ადამიანებს, იყო საშუალება ღვთისმეტყველების გადმოცემისა, გამოსახულებები და რელიეფები. ასევე დღევანდელ დღესაც არსებობს რაღაცა საშუალებები, რათა ღვთისმეტყველება გამოხატონ. Спасибо тоже, что ты упомянул, что несколько великих шедевров фильма наших времен, они тоже крестьяне. არის ჩვენი დროის შედევრები, ფილმების შედევრები და ისიც ქრისტიანობა და ღვთისმეტყველება. Хочется упомянуть, что «Властелин колец», который в последнее время, это тот фильм, который больше всех посетили людей. ბეჭდების ბრძანებელი ფილმი, რომელიც ნახეს უამრავ ადამიანს, ყველაზე დიდი რაოდენობა მნახველის იყო. Это точно изложение католической богословия. ეს ამ ფილმში და ნაწარმოებში პირველ რიგში და ფილმშიც არის ზუსტი გადმოცემა კათოლიკური დოქტრინის. Не только крестьянский, но არა მხოლოდ ქრისტიანული, არამედ უბრალოდ კათოლიკური. Мир Нарния находится больше англиканское направление, ნარნიას ქრონიკებში чуть-чуть с протестантским склоном. არის Да, он უფრო ცოტა მეტად ანგლიკანური ზეგავლენა არის. и ясно, что Толкин и Льюис не только были друзья, но что Льюис обратился из-за Толкина. და გასაგები ხდება, რომ ტოლკინი და ლუისი არა მხოლოდ მეგობრები იყვნენ, არამედ გასაგები ხდება, რომ ლუისი მოიქცა სწორედ ტოლკინის მეშვეობით. То же самое произошло во Франции, где все эти авторы были связаны между собой. იგივე მოხდა საფრანგეთში, სადაც ყველა ეს ავტორი იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, იცნობდნენ ერთმანეთს. И многие из них, например, очень важную роль играл Леон Блуа в этом собрании авторов. Перзе икония ზეგავლენა ლეონ ბლუამ აი ამ შვენიერ კრებულში. Очень интересно, что в этих великих людей, среди них появился также и один молодой человек в Париже, და მათ შორის პარიზში გამოჩნდა ერთი ახალგაზრდა ადამიანი, который потом стал Павел VI, папа. რომელიც შემდგომში უკვე გახდა რომის პაპი პავლე მე-6. სწორედ ამ წრეში ტრიალებდა ახალგაზრდობაში. И поэтому этот папа был очень открыт насчет культуры. და სწორედ ამიტომაც ეს პაპი იყო ძალიან განცდილი კულტურის მიმართ. И в нескольких своих энцикликах он даже написан прямо на французском. და რამდენიმე თავის ენციკლიკა ცელი ენციკლიკა. ძელი ენციკლიკების ზოგი ენციკლიკა დაწერილი არის პირდაპირ ფრანგულ ენაზე. Вот, Жан Витон и так далее. Все это была одна группа людей, которые хорошо знали друг друга. Вот, то есть, значит, что еще раз литература и даже фильмы и все, что художественно, это для христианской культуры, это может быть один путь, это дорога. ანუ ლიტერატურა პირველ რიგში, კინემატოგრაფიც, ანუ ყველაფერი, რასაც თან მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენს რეალურად, ალბათ შთაგონებულია, მე დავამბაზე. ქრისტიანობისთვის არის ძალიან ერთ-ერთი გზა არის ქრისტიანობაში. Не забываем, что один из шедевров 20 века это тоже Sagrada Familia Barcelona. გავიხსენოთ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი შედევრი, ეს არის ბარსელონის ტაძარი, წმინდა ოჯახის გაუდის შედევრი. То есть все это, чтобы напоминать, что христианская жизнь, она может вдохновить очень много. და ყოველივე ეს თვით იმისათვის, რომ გვახსოვდეს უნდა რომ ქრისტიანულმა ცხოვრებამ შეიძლება შთაგონოს ადამიანი და ძალიან ბევრი რამ გააკეთებინოს. Слово искусство, то есть арт, სიტყვა ხელოვნება, значит именно артикуляция. артикуляция ნიშნავს. То есть что-то, которое должен связывать
два мира. ანუ ისეთი რამ რაც უნდა დააკავშიროს ორი სამყარო ერთმანეთს. Бернанос сохранил, можно сказать, религиозная форма в своих романах. ბერნანოსმა თავის რომანებში შეინარჩუნა რელიგიური ფორმა. Толкин старался освободиться от религиозной формы. თოლკინმა ეცადა ამ რელიგიური ფორმაზე საუბარი გადავისუფლება. Всегда, чтобы передать то же самое духовное. მაგრამ ალბათ ორივე სურდა აი სულისკვეთების ჭეშმარიტი ქრისტიანული სულისკვეთების განმოცემა. Еще раз, поэтому спасибо, что ты нам вел в этом мире, который мне очень близко тоже к сердцу, ты знаешь. მადლობა სუფის მამა პიერი, რომ ამ სამყაროში შემოგვიყვანა მადლობაზაზამ და ის სამყარო არის ძალიან ახლოს მამა პიერის პრაქტიკებზე. Просим, что другой раз ты нам говорил о других авторах. და ივედი გვაქვს რომ შემდგომში სხვა ავტორებს საუბრება. აუცილებლად დიდი სიამოვნებაა, საერთოდ უნდა აღვნიშნო, რომ ბერნანოსის ეს რომანი არის მამა პიერის ერთ-ერთი უსაყვარლესი, თუ ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი რომანი. ჩვენ ამაზე გვისაუბრია კიდეც და მე სწორედაც როცა შემოთავაზეთ ეს საკითხი სპეციალურად, ძალიან მიყვარს ასევე ეს რომანი და მინდოდა რომ აი ეს ჩვენი საერთო საყვარელი მწერალი ჩვენთვისაც გავიქცეთ. Я помню, что одна ночь я его перечитал 3 раза подряд. ერთ მშვენიერ ღამეს სამჯერ ზედიზედ გადაიხადა ძალიან დიდი. როცა პირველად წავიგითხე, დამამთავრდა და ისევ თავიდან დავწერე საკითხი. ზუსტად ესე მიგდები. Спасибо за